ვახტანგ ფაჩულიძე, ყველასთვის აკვარელი მსახიობი, ბურნუთა ფილმიდან სიყვარულის ყველას უნდა მუშტაიდის ბაღის რედაქციამ სამსახურიდან გაათავისუფლა იმ სამსახურიდან, სადაც ბატონი ვახტანგი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. სამმარტს გამოთავისუფლეს სამსახურიდან მიზეზად მითხრეს კარუსელში, სადაც მუშაობ ბევრი ბავშვები არ მოდიანო, ამიტომ არ მაქვს შემოსავალიო, წლიური შემოსავალი 3000 ლარი აქვს და შენი ხელფასი კი წელიწადში 4000 ლარია და წაგებაშია კომპანიაო, მე ვუთხარი ამ კარუსელზე ცოტა ბავშვები რომ მოდიან, ჩემი ბრალია მეთქი, ეს არის თქვენი ბრალი, ეს არის თქვენი ბრალი რომ კარუსელი გაუმართავიათქო, მეორე კარუსელი გვაქვს, გეგმები სადაც ბევრი ბავშვები არიან, ამჟამად იქ ოპერატორი აღყავთ, სარიელია, ვუთხარი თუ მიზეზი ეგ არის, მაშინ ეს კარუსელი დახურეთ, სადაც 10000 ლარი შემოდის თვეში, იქ გადამიყვანეთ მეთქი, თუ სხვა მიზეზი არ არის თქო. არ გადამიყვანეს ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოხდა პოლიტიკური ნიშნითო, ამბობს ბატონი ვახტანგი, რომელიც არის სტუდიაში ახლა ჩვენთან სტუმრად და უფრო დეტალურად მოგვიყვება ამ ისტორიის შესახებ. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ, მადლობა იმისთვის, რომ გვითმობთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდით, კიდევ ერთხელ ვუთხრათ მაყურებელს, რა მოხდა იქ, სადაც თქვენ 10 წლის განმავლობაში მუშაობდით, სადაც არ არის ეს დასამალი თავად თქვენ თქვით, თქვენ თვიური ანაზღაურება იყო მხოლოდ 400 ლარი. კი ბატონო. გაგანთავისუფლეს სამსახურიდან. 400 ბოლოს გახდა, ბოლო 2 წელიწადი არ, პირველი 8 წელიწადი იყო 300 ლარი. ახლა გახდა 400 2 წელი, რაც სულ რაღაც 2 წელიწადია. 800 ლარი იყო. ნუ მე მოვედი 59 წელს ვიყავი და დღემდე მუშაობდი, 69 წელს გავხდი. 300 ლარი მქონდა ხელფასი 8 წელი, პირველი 8 წელიწადი და ბოლო 2 წლის მანძილზე გაგვიხადეს 400. ნუ მოხდა ის, რომ დამეძახა ახლა 3 მარტს დირექტორმა და მეცხრა ბატონო ვახტანგ, თქვენი კარუსელი არ არისო, არა შემომტანის უნარიანი არ არისო, ესე იგი თავისთავი აინაზღაუროსო და თქვენი ხელფასის აანაზღაუროსო და ამიტომ უნდა კარუსელი გავაჩეროთო, კომპანია წაგებაზე ვერ წავაო და თქვენ უნდა გაგანთავისუფლოთ სამსახურიდან. მე ახლა ტაში, მე ვთხარ, მოიცა კაცო, მეც მათქვია, ასკვია, გამანთავისუფლო სამსახურიდან. პირდაპირ მომახალა ესე ჯერ რაღაცა ემოცია, რაღაცა გზნობა ხო უნდა გაგაცნეს, არა დირექტორს, რომელიც ელაპარაკები ადამიანს, ახლა არ რაღაც ისე არ ვიდეთ თავისკებად გამომივიდეს, მაგრამ ერთგვარი სახე ვიყავი მაგ-პარკის. მოდიოდი ბავშვები, მშობლები, ჩემთან სურათებს იღებდნენ და მეორე მომდენ, ბატონო ვახტანგ, თქვენი გულისთვის შემოვდივართ, როგორ გვიხარია, აქ რომ ბრძანდებით, ბავშვებთან გაქვთ ურთიერთობა, ძალიან გვიყვარხართ. დღეში 150 სურათს იღებდნენ ბავშვი მოდიოდა სურათის გადასაღებად. ნუ თქვენ სახესავით ვიყავით და გვიხარია რომ ამ პარკში ხართო და აი თქვენი გამოისობითო, უფრო ალბათო ბევრი ხალხი დადის პარკშიო. აი ესე ცივად მომახალა თავისუფალი ხო მოვთხარ რა მოიცა რაც რა თავისუფალი ვარ მოვთხარ რატო ვარ თავისუფალი ამ კარუსელს თუ არ შემოაგ აგერ 10 მეტრში მეორე კარუსელია რომელზეც ოპერატორი არ არის იმჟამად არ იყო ოპერატორი 2 დღის წავიდა თავის პირადი მიზეზების გამო ცარიელი იყო ის არის ძალიან კარგი კარუსელი რომელსაც ბევრი ბავშვები ყავს მაგათი თქმით შემოდიან გემი ეგრეთ წოდებული და ბევრი შემოსავალიც აქვს ხო არის შედარებით კარუსელი რა რატო პრობლემას რატო იქმნით თქვენც და რატო მიქმნით მეც ხო რაღაც სიძნელეებს რატო მიქმნით გადავალ იმ კარუსელზე ეს კარუსელი დახურეთ და რაც გინდა თუ უდაშალე იმ კარუსელზე გადავალ გავაგზავნებ მუშაობას 10 წელია მუშაობ ეხლა გამიშვათ ასე ცივად რომ მეუბნებით აი ამაშია საქმე მოbrunda ეს რო უთხარი სიმართლე მოbrunda ზურგი შემაქცია და წავიდა აი ხა ვეკითხები ყველა ჭკუათ მყოფელს აი იქით ამხარეს რა ბატონი ივანიშვილის მომხრეებს რა უნდა ვიფიქრო მე რა უნდა ვიფიქრო თუ არა პოლიტიკური ნიშნით აი რა უნდა ვიფიქრო სხვა კაგერ მარაგში კარუსელი რომელზეც შეგიძლია კაცი დააყენო არ აყენებ და იმას სახში ვუშვებ რა უნდა ვიფიქრო მე მოგეხსენებათ წერ სიმართლეს წერ იმას წერ ძირითადად მე მინდა რომ ქვეყანა იყოს ნორმალური მინდა ევროკავშირი მე ჩემი კრედო რა არ მინდა ევროკავშირი მინდა პენსია გახდეს 1000 ლარი მინდა ქვეყანაში იყოს მინიმუმი სახელმწიფოს ზღვარი, თუნდაც 1500 ლარის ოდენობით. კი ბატონო. და
ესენია ჩემი ძილი და მინდა რომ ჩემ ქვეყანას ბომბები არ აცვლიოდეს თავზე როგორც გერმანიაში როგორც საფრანგეთში როგორც იტალიაში როგორც საბერძნეთში ისე იცხოვროს ხალხმა კარგად შვიდად პოლიტიკაში არ ქონდეთ სურვილი რომ პოლიტიკი დაინტერესდეს მე საბერძნეთში რო ვიყავი ჩემი უფროს საერთოდ არ აინტერესებდა ის არის ცოტა პრეზიდენტი მე უფრო გათვითცნობიერებული ვიყავი პოლიტიკაში ბერძნულში ვიდრე ჩემი ბერძენი უფროსი მე მეკითხებოდა ხოლმე ვინ არის ახლა პრეზიდენტი და ვინ არის შინაგან საქმეთა მინისტრი იმიტომ არ აინტერესებს იქ თავის საქმე აქვს და იმან იცის რომ იმას არ დაურეკავენ და ესა რა ქვია არჩევნებზე ვისაც უნდა იმას მიცემს ხმას და ამისთვის სამსახურიდან არ გააგდებენ კეთილი უნდა ინებონ და შექმნან შრომის კანონმდებლობის კოდექსი იცით რა მე ამას მოუწოდეთ მომავალ ხელისუფლებას ვიცხო ამაზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი ესენი ამასთან კეთილი ინებეს თავიანთი ბიზნესები შექმნეს სახლები აიჩენეს ფულები გაძარცვეს ხალხი ქვეყნის ბიუჯეტი ხელფასები დანიშნეს პენსიები 350 ლარი და თვითონ პარლამენტში დაინიშნეს 15000 ლარი 12000 ლარი ხელფასები მე ვამბობ ახალი ხელისუფლებისთვის ვიცხოვ უნდა შეიქმნა შრომის კანონმდებლობა რომელიც როცა გაანთავისუფლებ დასაქმებულ სამსახურიდან დამსაქმებელმა კეთილი ინებოს და გადაიხადოს 1 წლის კომპენსაცია ახალგაზრდასაც და განსაკუთრებით ძველ გაზრდებს ჩემი ხლოვანების ადამიანებს ეხლა მე იმ დირექტორს ვეკითხები აი ხოლმე მე ხო ვერსად ვერ დავიწყებ სამსახურს სახში მივდიოდი და ფიქრობდი ამაზე მე ხო გამორიცხულია 69 წლის ადამიანს არავინ არ აიყვანს არავის არ უნდა მე არ ვარ დანაშაულებ ამ შემთხვევაში ბიზნეს უნდა კი ბატონო ახალგაზრდა აი ესე რო უშვებ ესე უგულოთ უსულოთ რაღაცა მივმართა მომავალ ხელისუფლებას ჩვენ ხალხის ხელისუფლება რომ მოვალთ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში რაღაცა შემობრკოლებელი ან სინდისი უნდა იყოს ან ნამუსი უნდა იყოს და ეხლა ჩვენ ვერ ასე ბრმად ვერ ვენდობით ხო ხმას კი ვაძლევთ მაგრამ იმას სინდის და ნამუსს ეხლა გამოჩნდება მერე როცა მოვლენ ხელისუფლებაში ხო სწორია და თუ აღმოჩნდა რომ ამაცავით უნამუსოები იქნებიან ხო მერე 5 წელი რატომღაც უნდა ველოდოთ მერე გააყალბებენ 5 წელი არჩევნებს მერე კიდე 5 წელი არა ბატონო 5 წელი აღარ ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში შევქმნით ესეთ კანონს 1 წლის მანძილზე თუ არ გაამართლებს ის ხელისუფლება რომელიც იქნება რომელიც არის ხელისუფლებაში ხალხის ნდობას ანუ არ შექმნით დაპირებების 98 გარკვეულ ნაწილს არ შეასრულებს წავა ხელისუფლებიდან და ამის ეს გაწერილი უნდა იყოს კონსტიტუციაში თორე ხალხს მიეცემა უფლება ძალადობრივად რევოლუციის ზარით ჩამოაგდოს მათყო არა ხელისუფლება და კიდე 5 წელი არ ელოდოს და ამაში სახელმწიფო ორგანოები ძალისმიერი ორგანოები დაეხმარებიან ხალხს ნამუსი არ აქვს სინდისი არ აქვს უნდა იყოს კანონი რომელიც ხელისუფლებას დაავალდებულებს მოიქცეს ისე რა დაპირებებსაც გასცემდა არჩევნების წინ კანონი გვაინტერესებს. კი ბატონო. ბატონო ვახტა, ის სვამხრივ იყო რამე მცდელობები, აი თქვენ როდესაც ხართ ესეთი აქტიური გულშემატკივრობთ აი ამ პროტესტ პროცესს, ხელისუფლებას აკრიტიკებთ, აი უშუალოდ სამსახურიდან გათავისუფლებამდე ხომ არ ქონდა მცდელობები ხელმძღვანელობას, რომ აი რაღაცა მინიშნებით ეთქვათ, რომ აი რაღაცა არ ვიცი, აი ბევრს ნუ აქტიური გამაფრთხილებელი ან რამე თუ იყო. დიახ, რა თქმა უნდა მინიშნებით ქონდა და პირადად დირექტორმა მითხრა, რომ ვახტანგო, ახლა შენ რო დადიხარო აქციებზე როგორ ფიქრობ, დირექტორი არის პიროვნება, რომელსაც გვარდა სახელს რა მნიშვნელობა აქვს, ალეკო ქევხიშვილი ვიტყვი ახლა. იმიტომ კი არ ვიზახი იმას, მაინც მე რამე ხელისუფლება იმას არ შეაწუხებს და იმ ხელისუფლებამ რა მოგვიტანაო? ალბათ სააკაშვილის ხელისუფლებას გულისხმობდა, ხო? და ან ესენი რას მოგვიტანენ რომ მოვლენო, თუ მოვიდინენო რა. ეხლა ახალგაზრდებზე აქციაზე ჩვენზე იძახის. ჩვენ დგევართ აქციაზე, ვიდგევართ, გვინდა ხელისუფლებაში მოსვლა, დიახ. იმიტომ რომ ქვეყანა ვიცხოვროს ნორმალურად, ხალხმა ამოისურვოს ქართულმა ერბმა. მე ვთქვი, ბატონო ალეკო, მე თქვენსავით რომ მქონდეს 2500 ლარი ხელფასი, მაშინ აღარ წავალ აქციაზე მეთქი. თქვენსავით ერთი შვილი იაპონიაში რომ ყავდეს გაშვებული და მეორე შვილი ამერიკაში რომ ყავდეს გაშვებული სასწავლებლად, არც მაშინ დავდგები აქციაზე მეთქი. და პლუს ამას უნდა იყოს ნორმალური ქვეყანა, პარტნიორი ევროკავშირის და აღარ დავდგები აქციაზე. მეცოდინება რომ ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით დაცული იქნება და პუტინი ვეღარ შეძლებს რომ ბომბები ჩვენ ბიჭებს თავები დააჭრას და ფეხბურთი ითამაშოს, როგორც გაგრის სტადიონზე გააკეთა და ეხლა დავდივარ იმიტომ
რომ თქვენ დონეს მივაღწიო. ამოვისურვოთ, ხელფასი მქონდეს მეც 2000 ლარი, როგორც ევროპაში მქონდა და პენსია მქონდეს 1000 ლარი. თქვენ ხო გაქვთ ქვედალოცვინო. მეც მინდა, მე იმიტომ მივდივარ. ეს ხელისუფლება არ მომცემს. უკვე ფაქტია და ის ხელისუფლება არ მომცემს ან არა. იქ მეტი შესაძლებლობაა, ხო, რომ გამიმართლოს. ამიტომ ვდგები. ეხლა თქვენებურად დაბიო ენაზე აგიხსნით მეთქი რა. ეხლა 3 საათზე მიტინგია, გამიშვებთ, მაინც წავალ, არ გამიშვებთ, მაინც წავალ. ასე გიჩვენეთ, გამიშვათ მეთქი და გამიშვათ. მეუბნებოდი, რა თქმა უნდა. ეს არის ხალხი, რომლებიც საზრდოობენ დასავლური ღირებულებებით, აი მე ყველაზე მეტად ეს და წინააღმდეგები არიან დასავლური ღირებულებების. კი ბატონო, ნამდვილად სამწუხაროდ ეგრეა ბატონო. სამწუხაროდ. მე წარმატებებს გისურვებ და დიდი მადლობა, დიდი მადლობა. საზოგადოების და არის თქვენი ხალხის სიყვარული და სითბო არის ალბათ ის, რაც ნამდვილად დაგიკომპენსირებთ, თუნდაც იმას, რომ აღარ იქნებით. რა თქმა უნდა, მეკომპენსირებ. სადაც მუშაობდით ამ. ერთი შეიძლება ერთი ბოლოს თქვა. მოკლედ ბრძანეთ და დავასრულოთ. ერთადერთი რაც თქვენ ბრძანეთ, ეს არის ქართველი ხალხის, ჩემი უსაყვარლესი ერის სიყვარული. ჩემი სიყვარული მათდამი და მათი სიყვარული ჩემდამი. რომ მივდიოდი, სულ ამაზე ვფიქრობდი. ქართველი ერის შუა გულში ვტრიალებ და სითბო მოდის ყველა მხრიდან. სიცივე, რომელიც მოდის ივანიშვილიდან, ის სიცივე ვერ აღწევ ჩემამდე. იმიტომ რომ ერის გულში ვდგევარ და ვენაცვალე ჩემ ქართველებს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს